Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. შიში, უხერხულობა თუ ფინანსური ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან მოდის და რეპროდუქციული ასაკის მამაკაცს და 20%-ს აღენიშნება ერექციული დისფუნქცია. მოდის, იქნებ კაცი მაგრა ჭედავს და არ მიდის ექიმთან და ეშინია, რცხვენია. თუ ამ წყვილისათვის ადეკვატური, დამაკმაყოფილებელი, კარგი სექსი მნიშვნელოვანია, რასაკვირველი ორივე ჩართულობა არის ამ შემთხვევაში აუცილებელი. მართალია თუ არა რომ პრობლემები საძინებელში ხშირად გულსიზრდას და დაავადებების პირველი ნიშანია. მომეწონა ძალიან მაგრად იმუშაო დღეს და მოდი ამას ყოველდღე დავლევ. შესაძლებელია მივიღოთ ეგრეთ წოდებული ოვერდოზი და ლეტალური შედეგი. არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები ხდებიან პორნოზე. ამ ბიჯაჭულობამ ზუსტად გამოიწვია გაუცხოება მამაკაცების ზარება მერე ქალთან ურთიერთობა. საკუთარ თავს ადანაშაულებს, იგრუზება და ანუ ყველაფერი უნდა იყოს ისე როგორც არის იმ ფილმში. მოდი ავხსნათ რა არის მამაკაცის კლიმაქსი. მამაკაცის კლიმაქსზე არავინ არასოდეს არ საუბრობდა. რა ფაქტორი გაჩნდა რის გამოც ეს პრობლემა უფრო და უფრო გაღრმავდა? უაზრო ტესტოსტერონის მიღებამ შესაძლებელია პროვოცირება გამოიწვიოს პროსტატის სიმსივნის. სერიოზული მაჩვენებელია. საქართველოში მამაკაცები კიდევ უფრო ნაკლებ ცხოვრობენ. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ მამაკაცის ჯანმრთელობას. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, როგორც ყოველთვის podcast Point-იდან, სადაც იწერება ჩვენი პოდკასტები. დღეს ძალიან საინტერესო თემა მოგიმზადეთ და კვლავ და კვლავ გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ვისაც გამოწერილი გაქვთ, ძალიან დიდი მადლობა მათ და თქვენ. ჩემი სტუმარია დღეს ექიმი, უროლოგი სანდრო ბოჭარიშვილი, ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი. დღევანდელი თემა ეძღვნება მამაკაცის ჯანმრთელობას. გინდა პირდაპირ გინდა გადატვირთული მნიშვნელობით მამაკაცის ჯანმრთელობა ისეა თუ ასეა სექსუალურ ფუნქციაზე გადის რა და ერთ-ერთი ჩვენი ასე ვთქვათ, კარგად ყოფნის კრიტერიუმი არის ჩვენი სექსუალური ჯანმრთელობა. რაზედაც დღეს ვისაუბრებთ, სანდრო, მადლობა რომ გვეწვიე. მადლობა შენ გოდე. ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით მითხარი. დადის თუ არა მამაკაცთა რაღაცა რაოდენობა უფრო მეტად ვიზიტებზე პრევენციის მიზნით. უკანასკნელ პერიოდში კი შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცებმა უფრო მეტად დაიწყეს საკუთარ თავზე ზრუნვა და მიმართვა უროლოგთან. თუმცა ეს მაინც ის ნიშნული არ არის, რომელიც საჭირო არის, რომ მამაკაცმა უბრალოდ თავის თავს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მაგრამ ტენდენცია არის მზარდი, რაც კარგი არის. ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმითი, რომ გაიზარდა ინფორმაცია, რომ მამაკაცმაც უნდა მიაქციოს საკუთარ თავს ყურადღება და საკუთარ ჯანმრთელობას. ანუ ამ ხრივ პროგრესი გვაქვს და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ პრევენციული მედიცინა მეთანხმები, რომ ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და არც მამაკაცის ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში სქესობრივი ჯანმრთელობა არ ჩამორჩება ამას, ხო? რასაკვირველია. კარგი, რა არის ექიმთან მისთვის მთავარი ბარიერი? შიში, უხერხულობა თუ ფინანსური ფაქტორი? ალბათ ერთიც, მეორეც და მესამეც. აი წამყვანი შენი აზრით გამოცდილება დიდი გაქვს უკვე. იცი რა ხდება, ხანდახან ადამიანი გადაწყვეტს მამაკაცი ექიმთან მიმართვას და შეიძლება მას კონდეს თუნდაც სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები ან პრობლემები, მაგრამ ის შენიღბულად რაღაც აბსოლუტურად სხვა კუთხით შეიძლება წაიყვანოს საუბარი, შეიძლება დაგიწყოს ლაპარაკი შარდვასთან მიმართებაში პრობლემებზე, რომელსაც კი შეიძლება კონდეს, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც სქესობრივ ცხოვრებასთან მიმართებით პრობლემები. ესეთი რაღაცებიც ხდება. კარგი, შემდეგი კითხვა მაქვს ასეთი შენთან. ჩამოთვალოთ ის სიმპტომები ძირითადი, მოდი პედიატრიას თავი დავანებოთ და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფს, სადაც გამონაკლისი შემთხვევები ყველანაირი არსებობს, მაგრამ აი მაგალითად 30-35-დან მერე, როცა უფრო ტესტოსტერონის დეფიციტი იქნება თუ სხვადასხვა პრობლემები, რის გამოც ვლინდება დისფუნქციის პირველი ნიშნები. რა სიმპტომებია პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და გადაუდებლად უნდა მივმართოთ ექიმს?
აი ყველაზე ხშირი ხა ეს ერთჯერადი შემთხვევა, როცა დისფუნქცია არის და თქვა რაღაცა ადამიანის პრობლემაა. ერთჯერად პრობლემაზე ხო ხანდახან ხდება ისე, რომ ზუსტად ერთჯერადი პრობლემაა და ადამიანი იმდენად ჭარბად იწყებს ამ პრობლემაზე ფიქს, რომ ხანდახან აი overthinking-ს რასაც ეძახიან და შეიძლება პრობლემა იმდენად სერიოზული არ იყოს, რამდენადაც ზედმეტი ფიქრი და ზედმეტი გარდიტა. ერთჯერადი სიტყვაზე წარუმატებელი სქესობრივი ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაც პრობლემა აქვს რა, ამის თქმა. თუმცა იმის უგულებელყოფაც, რომ რაღაცა პრობლემა შეიძლება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გამეორდეს და ეს თავისით გაივლის, აი ეს არის მცდარი წარმოდგენა და ამიტომაც უფრო მეტად უნდა იყოს მოტივირებული, რომ გავიგოთ რაში არის პრობლემა და თუ საჭირო არის მკურნალობა, უნდა იქნას დამკურნალები. გამოსწორებული, ანუ ნაადრევ სტადიაზე გაცილებით, რაც თავიდან ძანე პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ესეც კარგი რამ გააჟღერი ახლა სანდრო, რომ ერთჯერადმა პრობლემამ შეიძლება ფსიქიკის დონეზე ისეთი სტრესი მიაწყენოს ადამიანს, რომ სულ არ იყოს იქ ორგანული დაზიანება და მხოლოდ ფსიქოემოციური სტატუსიდან გამომდინარე, შემდეგი კონტაქტებისას გართულდეს, თქვათ, რაღაცა პრობლემა შეექმნას, მხოლოდ ამიტომ. მადლობა ამისათვის. კარგი. რა არის მთავარი და ძირითადი მიზეზები, რის გამოც სქესობრივი სექსუალური დისფუნქცია ვლინდება? აი, ძირითადი რის გამოც, თქვათ, დღევანდელ 21 საუკუნეში თქვენ ექიმები ვინც ამ სფეროში მოღვაწეობთ, ამბობთ და შეთანხმდით, რომ აი ეს იწევს აი ამ დისფუნქციებს. ნახეთ, დღევანდელ დღეს ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა, რომელიც არის ესეთი, რომ დაახლოებით რეპროდუქციული ასაკის მამაკაცთა 20%-ს აღენიშნება ერექციული დისფუნქცია. მოდი ისიც გითხარი, რომელია რეპროდუქციული ასაკი? რეპროდუქციული ასაკი ითვლება 18-დან 40-35 წლამდე, ეს ყველაზე უფრო აქტიური, როდესაც უნდა. და მანდარი 20%. მანდარის 20%. ჯამში მთელ მამაკაცთა პოპულაციაში ეს აღწევს 30%-ს. ანუ 3-დან 1-ს აღენიშნება. სერიოზული მაჩვენებელია და პრობლემური ციფრია. მსოფლიო სტატისტიკას ვემთხვევით ჩვენ თუ რაიმე. ნახე, საქართველოში ესეთი სტატისტიკა სამწუხაროდ არ არის, თქვენ მოგახსენეთ მსოფლიო სტატისტიკა რაც არის რა. გასაგებია. კარგი, იმიტომაც არ გვაქვს რომ ჩვენთან არ ხდება ინდივიდუალური მომართვიანობა და კი ბატონო. გავიგე. კარგი, გავრცელებულია ესეთ შეხედულება, რომ ერექციული დისფუნქცია მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემაა. აი, კონკრეტულად ამაზე მინდა პასუხი. ეს ხანდაზმულების პრობლემაა თუ ნებისმიერი ასაკისათვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი. ამიტომ არ ველოდოთ. ხო, ხანდაზმულობას. რასაკვირველია. კარგი. ერექციული ფუნქციის მიზეზებს შორის რა ახალი ფაქტორი დაამატა თანამედროვე ცხოვრების წესმა? ანუ თქვა თუ წინა საუკუნეში ეს არ იყო, 21 საუკუნე მე-20-ის მეორე ნახევარმა რა ფაქტორი გაჩნდა, რის გამოც ეს პრობლემა უფრო და უფრო გაღრმავდა? სტრესი არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს არის ერთ-ერთი ის, რაც განსხვავდება სიტყვაზე წინა წლებთან შედარებით. აქტივობა ფიზიკური მაგალითად ჯდომითი სამსახურებიც ნაკლები აქტიურობა ანუ ცხოვრების წესში აი ამას გულისხმობ ცხოვრების წესის ჩამოთვალა შეიძლება ხო ძალიან შორს წავიდეთ უმოძრაობა რიგი დაავადებები როგორიც არის დიაბეტი არის ერთ-ერთი პირველი წამყვანი დაავადება რომელიც შეჭიდული არის ერექციულ დისფუნქციასთან სიზარღვოვანი პათოლოგიები, გულსიზარღვთა დაავადებები, რომელიც ხანდახან წინ უსწრებს ან პირიქით ჯერ ერექციული დისფუნქცია არის და მე ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანს რამოდენიმე წელიწადში შეიძლება რაღაცა კარდიალური პრობლემები შეექმნას. გასაგებია, თუმცა ეგ ყველაფერი რაც ახლა შემოთვალე პირდაპირ თუ ირიბად, ესეც კავშირშია იგივე ეკოლოგიურ სიტუაციასთან, იგივე ადინამიური ცხოვრების წესთან, ავტომობილების ამსიჭარბესთან, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან. ეხლა რო დავაკვირდეთ, ჩვენს ბევრი გაქვს ნამოგზაურები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დასავლური კულტურა ისე თუ ასე ვიცნობთ, ხო? იქ აქტიურია ხალხი, ბევრად უფრო აქტიურია ვიდრე საქართველოში. ხო, საქართველოში რატომღაც ითვლება, რომ სპორტი არის ფუფუნება არის და იქ არის ჩვეულებრივი რამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ხანდაზმულ ასაკოვან ხალხს, რომელიც ეგრეთ წოდებულ ჯოგინგით არის დაკავებული, ხო, პარკებში, ქუჩაში დადიან ამ სპეციალური ჯოხებით და ისა.
კარგი, ესეთი კითხვა, რაც ბევრ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს. ეხლა ჩვენ ქალები გვისმენენ, კაცები გვისმენენ. აი მაგალითად წყვილს აქვს პრობლემა, ხო? მამაკაცს აქვს პრობლემა. ის განიცდის ამას ერთხელ, ორჯერ თავს არიდებს ხანდახან ამ პრობლემაზე საუბარს თუ რა როლი მიუძღვის ქალს? ანუ როგორ შეიძლება ვთქვათ ექიმმა სანდრო ბოჭორიშვილმა რა რჩევა მიცეს ქალს წყვილში, პარტნიორს, იმისათვის რომ ხარდაჭერა აღმოუჩინოს მამაკაცს. ის შეიძლება დამოუკიდებლად მივიდეს ექიმთან, გაეროს კონსულტაცია, მიიღოს რჩევები. იქნებ კაცი მაგრად ჭედავს ბოდიში ამ სიტყვისთვის და არ მიდის ექიმთან და ეშინია, რცხვენია, შიში აქვს, რიდი აქვს. ქალის როლი. ნახე, თუ ამ წყვილისათვის ადეკვატური, დამაკმაყოფილებელი, კარგი სექსი მნიშვნელოვანია, რასაკვირველი ორივე ჩართულობა არის ამ შემთხვევაში აუცილებელი. ანუ მარტო ერთი პარტნიორის აქტიობა არაფერს არ მოგცემს რა. ხანდახან ეს არის შეჭიდული, იმიტომ შეიძლება მამაკაც არ ქონდეს იმდენად პრობლემა, რამდენადაც ქალს ქონდეს. ეხლა შეიძლება თუ რაღაცა სექსოლოგიაში წავიდე და ცოტათი გადაუხვიო ჩემს მე მაიძულოლოგი ვარ, მაგრამ ხანდახან პრობლემა შეიძლება მამაკაცში იმდენი არ იყოს, რამდენადაც ქალში იყოს პრობლემა. აი რა მაგალითად? მე არ გთხოვ სექსოლოგობას ცალსახად და პატივცეთ ჩვენს კოლეგებს და იქ არ შევიჭრებით, მაგრამ რადგან შენ ამასთან არა, ხანდახან შესაძლებელი იყოს ფრიგიდულობა ქალის მხრიდან. რაც სტიმულაციას ან ორგაზმია იყოს ქალის მხრიდან და ნუ ამის გამო მამაკაცი თვლიდეს თავს დამნაშავეთ ამაში. ანუ ბევრი ფაქტორი არის რა. ოკეი. ანუ ეს ისევ და ისევ მივდივართ იქ და ყოველთვის ესეა ჩვენ მაყურებელს ბევრჯერ სხვადასხვა თემებზე როცა გვაქვს საუბარი ჯანმრთელობასთან მიმართებაში, რომ ოჯახში და წყვილში ჯანმრთელობა არის მაინც ორმხრივი რა. ანუ ერთმანეთზე ზრუნვა არის ცალსახად მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმპტომურად აღმოჩენა, თქვათ, წყვილში რა პრობლემა მაქვს მე, რა წუხებს ჩემ პარტნიორს, ამას სჭირდება დაკვირვება, სწორი გაანალიზება და მე ერთობლივად იგივე როგორც უშვილობის თემაა, ხო? წყვილი თუ არ მივიდა, ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს უშვილობის პრობლემას, იგივე აქაც. კარგი, პატარა სარეკლამო ჭრა, მინდა აუცილებლად შემოგთავაზო წყალი მთის, ეს არის Coca-Cola Bottles Georgia's მიერ ჩამოსხმული ახალი პროდუქტი. პრინციპში უკვე ახალი არ არის, მაგრამ მაინც სიახლეა, გაზირებული მინერალური წყალი, წყალი მთის და რა ვსტავარია ბრომატის გარეშე. ასე რომ კარგია, გემრიელია სხვა შორის. აქვე შევახსენებ ჩვენ მაყურებელს ჩვენი ერთგული სპონსორის შესახებ. ეპიზოდის სპონსორია აჰავა. აჰავა წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. გეტყვით ასევე რომ ჩვენი პოდკასტები იწერება ძალიან კარგ სივრცეში, სახელწოდებით პოდკასტ პოინტი, რომელსაც ხაზ გაუსვერო ყოველთვის აპგრეიდდება, ყოველთვის კარგი გარემოა და ყოველთვის სიახლე გვხდებათ ამ შესანიშნავ გარემოში, სადაც ძალიან კარგი გუნდი დაგეხმარებათ სხვა ვიდეოების ჩაწერაში. კარგი, წავედით წინ. მართალია თუ არა რომ პრობლემები საძინებელში ხშირად გულსიზრდათა და დაავადებების პირველი ნიშანია, შენ ამაზე უკვე თქვი. რა კავშირში აქვს ეს ეხა გულსიზრდათა სისტემა? კარგი, სიძარღვოვანი სტრუქტურა. მოდი ავხსნათ ეს. მოდი ესე ცოტა მარტივად რო იყოს და მაყურებლისათვის უფრო მარტივად რო ავხსნათ. რომ წარმოვიდგინოთ სახლში გათბობის სისტემა. გათბობის ქვაბი. ბოილერი გულია. ბოილერი გული არის, კი ბატონო. ხოლო 100 და 100 სიზარღვები არის ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული, მოდი ასე ვთქვათ, რადიატორი. ოკეი. სადაც უნდა მივიდეს ცხელი წყალი და გათბეს ის ოთახი და ასე შემდეგ. თუ რაღაცა პრობლემა არის ანიქ, ეს არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული სისტემა. ანალოგიური არის გული, სიზარღვები, 100 ერექცია. ანუ პირველი მაინც რატომღაც ესე გამოვიდა ეხლა რომ თითქოს მაინც უფრო როდესაც ორგანულ პათოლოგიებზეა საუბარი და ორგანულ დაზიანებებზე სიზარღვთა სისტემა უფრო წამყვანია? რასაკვირველია. კარგი, ნომერ პირველი მაინც სიზარღვთა როცა ორგანულ დაზიანებაზე არის რასაკვირველი. თუმცა იქ შეიძლება რაღაც ტრაუმული დაზიანებით იყოს განპირობებული და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი არის რასაკვირველია ორგანულზე როცა გვაქვს საუბარი სიზარღვოვანი პათოლოგია. კარგი, თემა ეს ანუ როდესაც ადამიანი მიჯაჭვულია მაგალითად პორნოგრაფიას, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები ხდებიან პორნოზე და უყურებენ ძალიან დიდი ინტენსივობით სხვადასხვა აი ამ დამასტიმულირებელ ვიდეოებს და შემდეგ და ჯანსაღი სექსუალურ ურთიერთობას ამჯობინებენ, თქვათ, რეალობას სტებიან. რამდენად მავნია ეს, თქვათ, წყვილისთვის?
სხვადასხვა მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის დროს გახსოვთ კიდევაც, რომ ბევრმა ამ პორნო საიტმა და ის თავისი აკაუნტები გაუხსნა ყველას და ის გახდა უფასო. როდესაც ადამიანები სახლში იჯდნენ ამ პანდემიის დროს, ჩაკეტილობის დროს და მას მერე ჩატარდა რამოდენიმე კვლევა, ძალიან საინტერესო. რომ აი ამ მიჯაჭულ რაზეც თქვენ ბრძანებთ, ხო კოტე, ხო? ანუ ამ მიჯაჭულობამ ზუსტად გამოიწვია გაუცხოება მამაკაცების და აი ამ რაღაცა მიჯაჭულობის გაჩენა პორნოგრაფიისადმი, კი ბატონო. ამ დროს ეს ანაცვლებს ემოციურ დონეზე, ვთქვათ, ჯანსაღ ურთიერთობას და შეიძლება რაღაც არ ვიცი, ეზარება მე ქალთან ურთიერთობა და ის ურჩევნია თუ დაავადების. ან შეიძლება კიდევ ზოგს ისეც ემართება, რომ გონია რომ იქ რახან რაღაცა დიდი ხანი გრძელდება, რაღაცა სხვადასხვა სტიმულაციების და იმის და მე უკვე საკუთარ თავს ადანაშაულებს, მოდი გამოვიყენებ შარო იგრუზება და უკვე ან შიში, ანუ კინო ხელოვნება გადმოაქვს საკუთარ თავზე და აიგივებს რომ ისი არ გამოდის. ის ანუ ყველაფერი უნდა იყოს ისე როგორც არის იმ ფილმში. ხო, რთული თემა, ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი ფარგლები და ბალანსი, რაც თავია მნიშვნელოვანია, ხო? მოდით ფსიქოლოგიური პოტენციალზე სანდრო შევეხოთ ამ თემას, ისევ და ისევ შენ დასაწყისში ძალიან კარგად აღნიშნე, რომ ძირითად შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ერთხელ წარუმატებელ სექსს განიცდის, შეიძლება გაეჭედოს ამაზე და მერე იმის შიშით რო კიდე იგივე არ დაემართოს, თავი შეიკავოს, აერიდოს და ამ შემდეგ. ეს ცალკე თემაა, სტრესი ახსენე, მადლობა ამისთვისაც, იმიტომ რომ 21 საუკუნე სტრესია და სტრესი ყველაფერზე მოქმედებს. კუჭიდან დაწყებული ელექტრული დისფუნქციით დამთავრებული, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიური თემები რამდენად ფიზიოლოგიაზე აისახება. ვთქვათ, სტრესი იგივე, ის ერთჯერადი შეუმდგარი აქტი, ვთქვათ, იგივე, გადაძაბვა იგივე, ვთქვათ, ხო, დაღლილობა, ფსიქოემოციური დაღლილობა. აი ეს პირდაპირ კავშირში არის თუ არა პირდაპირ ურთიერთკავშირი არის, პირდაპირ. სიტყვაზე ადამიანს შეიძლება არავითარი პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ დაღლილი იყოს, რა ვიცი, ან ემოციურად შეიძლება ისე გამოხატულად არ ნერვიულობდეს, რა, მაგრამ ქვეცნობიერად ნერვიულობს, რაღაცა სხვა სამსახურეობრივ პრობლემებზე, ფინანსურ პრობლემებზე, რა ვიცი, გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, რა ვიცი, ნებისმიერ და ამანაც შესაძლებელია გამოიწვიოს მისი თვითშეფასების დაქვეითება, რომ დღეს დაღლილი იყო რაღაც, მაგრამ ეს ვერ აანალიზებს, რომ დაღლილი იყო და ისა რაღაცა წარუმატებელი იყო ერთხელ ორჯერ და ის უკვე იკეტება საკუთარ თავში და როგორ მოიქცეს თუ კი ადამიანი მაგალითად ვერაცნობიერებს, რომ გადაღლილია და რაღაცა ერთხელ დაიმართა, ეს ორჯერ დაიმართა. ფსიქოლოგთან ურჩევთ მისვლას თუ მაინც ჯერ პირველი ვიზიტი მაინც თქვენი მიმართულებაა. იცი რა, აქ ეხლა ვინც აცნობიერებს ამ პრობლემას, მოდი ესე შევთანხმდეთ. ვისაც აქვს ესეთი ტიპისა, მოდი საწავიდე უროლოგთან წავიდე ჯერ თუ მოდი ჯერ ფსიქოლოგთან მივალ, ფსიქოთერაპევტთან მივალ, თქვა. ჯერ კვერცხი იყო თუ ჯერ კათან. ხო, ორივესთან მისვლა საჭირო სინამდვილეში. სავარაუდოდ კი. კარგი. კარგი, მოდი წავედით უფრო პრაქტიკულ რეალობაზე, სანდრო. მოვიდა მამაკაცი, დაუდგინდა სექსუალური დისფუნქცია, ესა თუ ის, ну, ფაქტია, რომ ადამიანი ადასტურებს და აუცილებლად მინდა ერთხელ შენ მოყოლილი გაქვს ეგ ისტორია, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია ის იმიტაციული ბალის მაგაზე შენ თვითონ დაასრულე ბოლოსკენ რო წავალთ, მაგრამ არ დაგვავიწყეს, იმიტომ რომ მართლა საინტერესო ფენომენია ეგ. მოვიდა კაცი მოკლედ და აქვს პრობლემა. და შენ როგორც ექიმა აღმოაჩინე ანამნეზის შეკრებით, რომ ამ ადამიანს ეს ფუნქცია რაღაცა დონეზე დაზიანებული ან დარღვეული აქვს. დროებით მუდმივად ამის თუ იმის გამოშემ, რით იწყება კვლევა. მოდი აგვიხწერე პროცესი, რა ეტაპებს გადის მამაკაცი, რომელსაც უნდა დაუსვას სანდრომ დიაგნოზი, რათა დაიწყოს სწორი მკურნალობა. რა კვლევებია ეს და ამ შემდეგ. უპირველეს ყოვლისა საჭირო არის პაციენტთან საუბარი, ანუ ანამნეზის შეკრება და პაციენტი აი რაც დავიწყეთ, ხო, უნდა პაციენტი უნდა გახსნა რა, ანუ გახსნა სასაუბროთ, იმიტომ რომ ძირითადად უმეტეს შემთხვევაში პაციენტი მოდის და გესაუბრება მოშარდვის აქტის დარღვევას დაემართებაში და მას აქვს დარღვევები და მოვიდა მისი მოსვლის მიზეზი არის ერექციის გამო, მაგრამ მას მაინც მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირდა რაღაცა შევიდა იქიმთან, მაინც ერიდება ამ თემასთან მიმართებაში თავიდან საუბრის დაწყება. ამიტომაც უნდა გახსნა პაციენტი. გაიხსნა პაციენტი და აღიარა. ხო, ანუ აქ უნდა შევაფასოთ, ანუ რას უჩივის პაციენტი? ლიბიდოს დაქვეითებას, როდესაც პაციენტს შეიძლება სურვილის დაქვეითებით, ანუ რაღაცა ტოლვა აქვს დაქვეითებული, რომელთაც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, თუ პაციენტს პირიქით ძალიან ისეთ
ხოძე არის, პარტნიორი უნდა რაღაცა ყავს, ყველაფერი, ყველაფერი. მაგრამ პრობლემა. პრობლემა აქვს და ნუ ისეთი ხარის რა ხდება? უპირველეს ყოვლისა ამ სიტუაციაში უნდა გაკეთდეს ASUS ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის მეშვეობით, რომ ინახოს სისხლის მიმოქცევა როგორი არის. ასევე უნდა შეფასდეს რიგი ჰორმონების დონე სისხლში. ასევე უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი, უნდა შეფასდეს თუნდაც ლიპიდური პროფილი. ეს ერთი დღის თემა არის პრინციპში კვლევის კუთხით, ხო? რასაკვირველია. ანუ არ ჭირდება ამას დიდი დრო, თქვათ რაღაცა ანუ ეს არის ის ბაზისური კვლევები, რომელიც უნდა გაკეთდეს. თუ ამ კვლევებით რაღაცა პათოლოგია გამოვლინდა, მას შეიძლება მე კიდევ უფრო მეტად ჩავღვარდეთ და უფრო სიღრმისეულად კიდევ ვეძიოთ პრობლემას, კი ბატონო. მაგრამ ძირითადში მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ სქესობრივი დისფუნქციის პირველადი დიაგნოსტირებისთვის მარტივი კვლევები ძალიან მარტივი კვლევები და ისევ ვიძახი რა, ანამნეზის სწორედ შეკრება რა, იმიტომ შეიძლება ადამიანს ისევ ხო, ანუ არც არაფერი არ გაუკეთო და არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ჩამოთვლილი ანალიზი არ გაუკეთო და ადამიანს უთხრა რომ აი ერთხელ წარუმატებელი ის არ ნიშნავს არაფერს და უნდა დაემშვიდობა და უნდა უთხრა კარგად იყავ, იმიტომ რომ ესეც ძალიან ხშირად დადებითად მოქმედებს პაციენტის სქესობრივ ცხოვრებაზე. ამიტომაც კარგი და ადეკვატური ანამნეზის შეკრება რა. კარგი, მედიკამენტების გარდა რომელზეც ინიშნება, მე სხვადასხვა მედიკამენტებზე და მედიკამენტურ თერაპიაზე კიდე შევდებით ჩვენ, მაგრამ გარდა ამ მეთოდებისა, რაც ტრადიციული მედიკამენტური თერაპია, სხვადასხვა დისფუნქციის დროს, სხვადასხვა წამლები ინიშნება. აპარატურული ტექნოლოგია, ხო, რაღაც მილიონი რაღაცები მესმის ხოლმე, ხან ინტერნეტში რეკლამირდება, რაღაც სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრი არეკლამებს. აი ტექნოლოგიურად რა გაჩნდა სიახლე აპარატურული კუთხით სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობაში. ნახე, სანამ აპარატურულზე ვიტყვი ძალიან ხშირად, ხო, აი ეს რიგი მედიკამენტებიც გამოიყენება ჭარბად, ზედმეტად და არადანიშნულებისამებრ. თვითნებურად საქართველოს ქართულ რეალობაში სამწუხაროდ ეს ყველა მედიკამენტი ინიშნება თვითნებურად, ანუ ძმაკაცმა მითხრა მეზობელმა. პოტენციის სტიმულატორებზია საუბარი. რასაკვირველია. მედიკამენტს აღარ დავასახელეთ, მაგრამ მედიკამენტის ხო, რასაკვირველია, თავი შევიკავოთ, უბრალოდ პაციენტი ან აფთიაქში შევიდა და ეუბნება რაღაცა მომეცით და ისინი აძლევენ. ნებისმიერ სოფლიოს განვითარებულ ქვეყანაში, ხო, ეს მედიკამენტები შეიძლება პაციენტმა შეიძინოს მხოლოდ ექიმის რეცეპტის მეშვეობით. რატო? მე მგონი ბევრს გაუგია ესეთი ისა, რომ ვიღაცა სქესობრივი ცხოვრების დროს გულის პრობლემით გარდაიცვალა და რაღაც. ძალიან ხშირი არის სამწუხაროდ ეს რეალობა. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მაგ გინდა თუ არა მათ რაღაცა მედიკამენტი ქონდათ მიღებული, მაგრამ ხშირად აღნიშნული მედიკამენტების მიღება დაუშვებელი არის სხვა მედიკამენტებთან ერთად. რომელიც შესაძლებელი ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. მე ვფიქრე მარტო რაღაცა ჭარბი დოზირების და მედიკამენტების თანხმედრაც. ხო, ან შეიძლება რაღაცა მომეწონა ძალიან მაგრად იმუშაო დღეს და მოდი ამას ყოველდღე დავლევ. ანუ არის პრეპარატები, რომელთა გამოყენება არ შეიძლება 48-72 საათზე უფრო ახლო ინტერვალით, იმიტომ რომ შესაძლებელია მივიღოთ ეგრეთ წოდებული ოვერდოზი და ლეტალური შედეგი. ამიტომაც ძალიან აი სანამ ნებისმიერ რაღაცა სხვა ესეთ აპარატურულ იმაზე გადავალთ, აი მედიკამენტები, რომელიც გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი არის პაციენტებისათვის, ეს ძალიან ფაქიზად მისაღები მედიკამენტები არის რა და ჯობს რომ გაესაუბრონ თავის ექიმებს ამასთან მიმართებაში. მადლობა რჩევისთვის. აპარატურულს დაუბრუნდეთ ახლა. კი ბატონო. რა ტექნოლოგიებს იყენებთ დღეს თქვენ ამ მიმართულებაში? რაღაცა ულტრაბგერითი აპარატები გაქვს. ჩემს სფეროში უამრავი რაღაც ტექნოლოგია ჩნდება რა. კანის მოვლის გამაჯანსაღებელი, ამაზე მოქმედი, იმაზე მოქმედი, რადიოტალღა, ულტრატალღა, ისტალღა. თქვენ სფეროში რა ხდება? ძირითადად ანუ დღესდღეობით რაც გაიდლაინებით უკვე რეკომენდირებული და მიღებული არის, ეს არის დაბალი ინტენსივობის დარტყმითი ტალღით მკურნალობა, რომელსაც უნარი აქვს, რომ დაზიანებული სიზარღვები აღადგინოს. გააქვს შენ ამის პრაქტიკა პირადად? რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ხნის პრაქტიკა. დიდი გამოცდილება და დიდი დატა გვაქვს. ეხლა ზოგს გონია, რომ რაღაცა გინდა თუ არა, რაღაცა მკურნალობა ის იქნება 100%, ეგეთი არ არის. სამწუხაროდ. თუმცა სწორედ შერჩეულ პაციენტში წარმატებული მკურნალობა და წარმატებული შედეგი შეიძლება მივიღოთ
მაშინ, როდესაც სწორედ შევარჩევთ პაციენტს ამა თუ იმ მკურნალობისათვის. მედიკამენტი, აპარატურა, სწორი ანამნეზი, სწორი დიაგნოზი, სრულიად მარტივი მკურნალობით შეიძლება ეს მოგვარდეს. კარგი, დილის ერექცია, რამდენად თქვათ ეს გასაგებია გადატეხის ასაკში, თქვათ, როცა ადამიანი იზრდება, ფორმირდება და ეს 14-16 წლის ასაკში, ეს რაღაც უფრო ისეთი არის, თითქოს ჩვეული ამბავია და ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ უკვე იზრდება ადამიანი, მიაღწია 30, 35, 40. დილაობით არის ერექციის, ასე ვთქვათ, ერეგირებული პენისით იღვიძებს ადამიანი. ეს ნორმალურია, თუ ეს რო აღარ არის, მე უნდა შეშფოთება გამოთქვას ადამიანმა, თუ აი ეს როგორ შეიძლება დავახასიათოს ეს? ერეგირებულია, სულ არის ნორმა. დილით. და თუ აღარ არის ეგ თემა? თუ აღარ არის და პაციენტიც აღნიშნავს ხო, რაღაცა შეიცვალა, ამ შემთხვევაში ვურჩევ, რომ პრევენციულად მაინც მიმართოს ექიმს. პრევენციულად მაინც. ანუ ეს არ არის შესაშფოთებელი, მაგრამ ექიმთან მიმართვისთვის რასაკვირველია. მნიშვნელოვანი თემა არის. კარგი, მადლობა. კარგი. მოდი ესე ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ და ცოტა თუ დამიჭერ მხარს მადლობელი დაგჭები, მოწევა ალკოჰოლი, სექსუალური დისფუნქცია. რა კავშირებია? რეალური მტკიცებით მედიცინას რა უდევს დღეს? ეს არის 100%-იანი პრობლემა თუ ეს მაინც რეკომენდაციებია? ეს ანეკდოტი მახსენდება სიგარეტზე. როკაუსის მომენტით, ხო. ანუ ეს რასაკვირო პირდაპირი კავშირი არის. ანუ ეგ არ ნიშნავს ისევ ზოგს გონია რომ ვიღაცა არის პაციენტი, რომელსაც საერთოდ სიგარეტი გასინჯულიც არა აქვს და პრობლემა აქვს და ვიღაცა არის, რომელიც რაღაც ხუთ კოლობს ეწევა და ხო, ეს ძალიან ცუდი მაგალითია. ხო, ცუდი მაგრამ ძირითადად რო ავიღოთ 100 მწეველი და 100 არამწეველი, მწეველებში უფრო მეტი არის. ალკოჰოლი. ალკოჰოლი ხა მოდი აქაც ისე გავმიჩნოთ, რას ნიშნავს აი მაგალითად ყოველდღიური მცირე დოზებით მოხმარება. ახლა ალკოჰოლიზმზე და იმ დონებზე აღარ გადავალთ, სადაც ორგანულად ყველა სისტემა ზიანდება და აქ ლაპარაკი მარტო ერთ სისტემაზე აღარ არის, ხო? აი თვითონ ალკოჰოლის მოხმარება. დავუშვათ მცირე დოზებით და ყოველდღიურად. აქვს თუ არა ზომიერების ფარგლებში ყველაფერი შესაძლებელი არის რა. ანუ არ არის ის რომ ისევ გეუბნები ზომიერების ფარგლებში. რატომღაც ჩვენ აი ზომიერების იმას ვერ ვიჭერთ რა. ხო, მესმის. რა არის ზომიერება? ზომიერების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერში. კარგი. წავედით წინ, სპორტული დანამატები, სტეროიდები, სხვადასხვა ფხვნილები, მათ შორის საინექციო საშუალებები, რომლებსაც მიმართავენ თუ მიმართავდნენ თუ ახალს მიმართავენ, იმისათვის რომ კუნთოვი მასა გაიზარდოს, ხო? გამიგია მე, თუ მართალი გითხრა, არ ვიცი, ჭეშმარიტად გიცებითი ფაქტები ამის არსებობს თუ არა, რომ ერექტილურ ფუნქციას ეს აზიანებს. აზიანებს. პირდაპირ გეუბნები რომ აზიანებს. აი რას უნდა მოერიდოს ადამიანი და ისევ მაგ მიმართულებებში, რასაც ქვია ეს სპორტი, აქტიური ჭარბი-წონებით ვარჯიში და ამ შემდეგ. იქ სადაც ამ წამლებს ყიდულობს, წამლებს თუ დანამატებს, უბრალოდ ასე ვთქვა, დანამატებს ყიდულობს ადამიანი, არის თუ არა მითითებული warnings, ანუ გაფრთხილებები, რომ თხილად იყავით, ესა და ეს თქვა შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებდეს ამ პრობლემას. ნებისმიერ ანალოგიური მას ყველგან აქვს warning-ი. უბრალოდ ჩვენ არ გითხულობთ. ანუ უგულებელყოფთ ამ იმას warnings. იმიტომ რომ სიტყვაზე ისევ ძმაკაცთან კარგად იმუშავა, იმას რაღაცა კუნთები დაებერა. მიზანი სხვა არის. შეიძლება იმ მოკლე პერიოდში მართლა მიღწეულ იქნას კაი მიზანი, რომ რაღაცა დაიკუნთა, დაიბერა, დაიბატიბოდა და კი ბატონო. გავიგე. კარგი, მოვერიდოთ აქაც და მოვერიდოთ რა. ისევ გეუბნები, ნახეთ ეს მე არ ვიძახი რომ აღარ მიიღონ საერთოდ ეს ისევ გეუბნები ზომიერების ფარგლებში და პლუს აუცილებლად უნდა გაირკვეს რას ღებულობს, რისთვის ღებულობს. ხანდახან ადამიანს გონია რომ რაც კი არის, ყველაფერი უნდა გამოიწეროს, ან შეიძინოს მაღაზიაში თუ სადაც იქნება და ხო და უკეთ იქნება. ჩვენ არასდროს არავის არაფერს არ ვასწავლით, მადლობა სწორი ჩართვისთვის, ყველა თავისი გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს დაე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა თემებზე როცა გაქვს ინფორმაცია მეტი, უკვე უფრო ძლიერი. კარგი, მოდი ავხსნათ რა არის მამაკაცის კლიმაქსი, იმიტომ რომ ეს თემა კივნეულია მამაკაცებისათვის. ეს შეიძლება დადგეს 50 წლის ასაკში, ან უფრო ხნოვან ასაკში, თუ უფრო ადრეც არის შესაძლებელი, რით ხასიათდება და როგორ გაუმკლავდეს ადამიანი, თუ კი აი ხა ამ ეტაპზე მაგალითად ჩვენ მაყურებელს ვიღაცას ეს პრობლემა უდგას. ნახე, კლიმაქსი ახსენე მამაკაცის კლიმაქსი. მამაკაცის კლიმაქსი არავინ არასოდეს არ საუბრობდა. ყოველთვის კლიმაქსი იყო მიჩნეული, რომ კლიმაქსი არის ქალის პრობლემა. არა, როგორც ქალს ახასიათებს რიგი ჰორმონალური ცვლილებები, ანალოგიური ხდება მამაკაცის ორგანიზმშიც.
უბრალოდ რატომღაც ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, არც მამაკაცები, არც ქალები და ეს არის პრობლემა. ეს დგება ნებისმიერ მამაკაცთან, უფრო მამაკაცებთან შეიძლება უფრო გვიან დგებოდეს ვიდრე ქალბატონებთან, მაგრამ ხო, სადღაც 50 წლის მერე ხდება რიგი ისე ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას, ლიბიდოს დაქვეითებას, გონება განწყობილების დაქვეითებას, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. არ უნდა ესე რაღაცა ჟარგონს გამო და თავის თვითდინებით არ უნდა რას მიმდინარეობდეს. ყურადღება უნდა მიექცეს. როცა რაღაცა ესეთი პრობლემები არის, უნდა მიმართოს ექიმს. ისევ ეს არის უროლოგის თემა, ენდოკრინოლოგის თემა, ეს არის უროლოგისაც, სექსოლოგის თემა. ნახეთ, ეს არის ერთისაც, მეორესიც და მესამესიც, მოდი ასე ვთქვათ. ეს არ არის რომელიღაცა მხოლოდ ერთი სპეციალობის. თუმცა კონტროლირებადია ეს პროცესი და დარეგულირებადია, რომ წავედ არ გადაიაროს ამ პერიოდმა. რასაკვირველი. კარგი. ჰიგიენაზე ვისაუბროთ. იმაზე ვთანხმდებით, რომ პარტნიორთან ხშირი ცვლა ჯანმრთელობისათვის სიკეთის მომტანი არ არის, ხო? ამიტომ პარტნიორთან ცხოვრება და ერთ პარტნიორთან ხანგრძლივი ცხოვრება ეს კარგია, მაგრამ გარდა ამისა, ჰიგიენური ნორმების დაცვა მამაკაცებში, ვთქვათ, ხო? რა სპეციფიკა არის, რაიმე ვთქვათ, საშუალებები ხო არ დაიხვეწა, რაღაცა კვლევები ხო არ უნდა ჩავიტაროთ იმის გამო, რომ ვთქვათ, თუნდაც ვართ ერთ პარტნიორთან ცხოვრობთ, რაღაცა ინტენსივობით, რა შევამოწმოთ. ხო, ნახე, ეს ჰიგიენა შეიძლება კიდე რამოდენიმე და ხშირი პარტნიორები ახსენე, ხო, ანუ ხანდახან ხშირი პარტნიორების ცვლაც არის ერთ-ერთი ერექციის პრობლემა. ანუ საერთოდ ეხლა აქ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე არ არის საუბარი. ანუ, როდესაც ადამიანს ყავს ბევრი სხვადასხვა სპონტანური ურთიერთობები აქვს და რაღაცა, ეს სტატისტიკურად და კვლევებით დადასტურებული არის, მას შესაძლებელია შეექმნას ერექციასთან მიმართებით რიგი პრობლემები. რით აიხსნება ეს? რით აიხსნება, რომ ანუ სხვადასხვასთან ის ცდილობს, რომ ავიცი, უფრო მაგარი სუპერმენი იყოს, რაღაცა თავს იმპროვიზაციებს მიმართავს, ხანდახან წარმატებით, ხანდახან წარუმატებლად და ეს არის და მეორე, როდესაც არის მუდმივი პარტნიორი, იმასთან ის შეჩვეული არის, უფრო დაცულად გრძნობს თავს და შესაბამისად სიმშვიდის ფაქტორი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება ხა ხშირ პარტნიორებთან მიმართებაში, აუცილებელი არის ხა თავდაცვის საშუალებები, როგორც არის პრეზერვატივი. გარდა მაგისა კიდე რა რეკომენდაციები? აი ვთქვათ, დაუცველი სექსი აქვს მამაკაცს, ხო? არსებობს თუ არა რაიმე საშუალებები, რომ დაიცვას თავი მომენტალურ სქესობრივი კონტაქტის მერე, ვთქვათ, რაღაცა ჰიგიენური საშუალებები არის, რაღაც მედიკამენტური. მე მინდა რომ ეხლა რო გითხრა არ არის ეგეთი რომ რაღაცა გინდა თუ არა რომ რაღაცა ღონისძიება ჩაატაროს და მას არაფერი არ დაემართება, ეგეთი სამწუხაროდ არ არის. ამიტომაც პირველი ჯერჯერობით პრეზერვატივიც არ არის გარანტირებული, რომ ის დაგიცავს სქესობრივი გზით განამდები დაავადებებისაგან, მაგრამ ამცირებს მინიმუმამდე რისკებს. კარგი. როგორ შევინარჩუნოთ ცხოვრების ხარისხი, ისე რომ ექიმი მხოლოდ პროფილაქტიკისთვის გვჭირდებოდეს. მესმის ახლა შენ გვეტყვი, ისე როგორც ჩვენ ყველანი ვეუბნებით პაციენტებს და მოსახლეობას და ერთმანეთსაც მათ შორის რომ იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით, არ მოწიო ნაკლები ალკოჰოლი მიიღე, იმოძრავე. არის თუ არა მაგალითად რაღაცა ცხენზე ჯირითი? რაიმე სპეციფიური კარგი ამბავი, ვთქვათ სიარული, ვთქვათ, უიმე დღეს მოდაშია სხვათა შორის უნდა მეთქვა და გამახსენდა კიდევ კარგი ტესტოსტერონის მედიკამენტური შეყვანა ორგანიზმში, ანუ გარედან შეყვანა. არა, ეგ არ შეიძლება. ინექციები, რაღაც ის იმას იკეთებსო, იქო ვიღაცა რაღაც ცნობად სახეებზე იყო რაღაც ამბავი, რომ აი ამას დაუშვებელი არის. ჯერჯერობით ძალიან ბევრი გართულება არის. როგორც შვილოსნობასთან მიმართებაში, თუ ეს ახალგაზრდა ასაკში ხდება, ასევე მან შესაძლებელია გამოიწვიოს რიგი კარდიოვასკულარული პრობლემებისა და ბევრი სერიოზული გართულება, რომელიც შესაძლებელია ლეტალურ შენ პრაქტიკოსი ექიმი ხარ, ახლა გადაწყვეტინე, მაგრამ დამოიწყება მე. ქონია შენ ეგეთი პაციენტები, ყოლია, რომ აი ტესტოსტერონი მივიღე სანდრო ექიმო და რაღაცა აი გავეჭედე, რაღაცა შემექმნა პრობლემები. მართლა არის ეგეთი? კი. ტესტოსტერონმა ჭარბად და ესე აი უაზრო ტესტოსტერონის მიღებამ შესაძლებელია პროვოცირება გამოიწვიოს პროსტატის სიმსივნის. იმიტომ პროსტატის სიმსივნის ერთ-ერთი კვებავი არის ტესტოსტერონი. ოჰო.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხო ეხლა თუ ანამნეში ხო ბაბუას, ბიძას, მამას, ან მამის მხრივ კონდათ სიმსივნე პროსტატის ხო? ამ შემთხვევაში დაუშვებელს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა იყვნენ ეს მამაკაცები. კარგი. წყალი მთის, მოდი კიდევ ერთხელ თითო ყლუპი მივირთვათ ბრომატის გარეშე გაზირებული, მინერალიზებული Coca-Cola Bottles Georgia's კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ახალი პროდუქტი, რომელიც უკვე საკმაოდ კარგი ხანია ჩვენს დახლებზე არის, ბრომატის გარეშე მოგცეს წყლის ზალა ღმერთმა. აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, ბრენდი წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერ, რომელიც აერთიანებს უკტარის ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას და ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს დაუჭების წარმოქმნის პრევენციას. რა უნარჩუნებს მამაკაც ლიბიდოს? რა არის ის, რაც ლიბიდოს, ასე ვთქვათ, იცავს? თუ არის ეგეთი რამ, შეიძლება არ არის? არ არის ეგეთი. არ არის. ანუ ჩვენი ლიბიდო, ჩვენ მოვურცხილდეთ, ლიბიდოს ეგთება არ არსებობს. არა. კარგი. რა არის ის მინიმუმი, რაც 30 წლის შემდეგ ყველა მამაკაცმა უნდა გააკეთოს, რომ შემდგომში პრობლემები აეცილოს თავიდან? ნუ წინაზე საუბრობდით და ეხლაც ვიძახით, ცხოვრების ჯანსაღი წესი, მხოლოდ ეს. ვერაფერს იმას მედიკამენტი არ არსებობს. ხანდახან ზოგს გონია და ხშირად რეკლამებითაც ჩვენ ხვდებით, რომ დაიბრუნეთ მამაკაცური რაღაცა ისა და ესისა და ეს. საკვები დანამატი და თქვენ გარანტიას გაძლევენ? არა, რა თქმა უნდა, ეგეთ რამებზე გარანტიები არ არის, მაგრამ ნუ ფულს ყრი და სვამ და მაგი რეალურ შედეგებს არა. საერთოდ მედიცინა ხალხმა ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ არსებობს დღეს მედიცინა, არის მტკიცებითი მედიცინა ქვია ამას, ანუ თუ არ არის დიდი კვლევები ჩატარებული ზოგ თემაში რაღაცა 20 წლამდეც კი კვლევები გრძელდება, რომ დასაბუთებულად და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითქვას, რომ ეს ასეა, ისე ეს ასე არ არის. მეთანხმები? ეგრეა. კარგი. წავედით წინ. რამდენად ხშირად უნდა ჩაბაროს კაცმა PSA ტესტი, ანუ როდიდან უნდა დაიწყოს ამის ჩაბარება, ეს არის პოსტსპეციფიკური ანტიგენის კვლევა, ხო? როგორც ვიცი, რომელიც ძალიან ინფორმატიულია, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სულად ინფორმატიულია პროსტატის სიმსივნის დიაგნოსტირებაში, ხო? ვერ დაგეთანხმებია, ნახეთ, პროსტატოსპეციფიური ანტიგენი, ეს არის ანტიგენი, რომელსაც გამოიმუშავებს წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატის ჯირკვალი. კარგი, მოდი ავხსნათ. კი ბატონო. როდის უნდა ჩავაბარო? მე ვარ 51 წლის. უნდა ჩავაბარო თუ არა ეს ანალიზი? ჩაგიბარებია თუ არა? არა. უნდა ჩაგებარებინა. ვაიმე. არც არაფერი არ დაშოდო, მაგრამ ჩავაბარებ. კარგი, როდის უნდა ჩამებარებინა? 40 წლის ასაკში? 40 გააჩნია. ჩივილები არ მაქვს არანაირი. თავს ვდობ კარგად. ნახე, პროსტატის გენეტიკა დატვირთული არ მაქვს. ხო, აი გენეტიკა, აი ამიტომ გითხარი, გააჩნიათ, ხო რა, თუ გენეტიკა დატვირთული არის და ისევ გენეტიკაში ფიქსირდება. არ ფიქსირდება. არ ფიქსირდება. მაშინ 45 წლის შემდგომ. ანუ მივივარ ვაბარებ. მიდიხარ აბარებ. სისხლის ანალიზია. ვენიდან იღებენ სისხლს. მომზადება ჭირდება თუ არა? ჭირდება. როგორ? წინა დღეებში არ უნდა კონდეს სქესობრივი ცხოვრება. დიახ. პროსტატის ჯირკვალი არ უნდა იყოს გასინჯული. დიახ. და მანამდე ახსენე ჯირითი ველოსიპედი და ანუ ძალიან აქტიური გადატვირთვა. ხო, ნუ ანახე, ანუ არ უნდა იყოს პროსტატის ჯირკვალი გაღიზიანებული გარე ფაქტორებით, კი ბატონო. ეს სქესობრივი კონტაქტი თქვა 24 საათი 48 საათი. სადღაც 5 დღის განმავლობაში მაინც. გასაგებია, ნებისმიერ ლაბორატორია ძირითადად ამ კვლევას ატარებს, ხო? ჩვეულებრივად. კარგით. და ეს კვლევა ზოგადად რამდენად ასოცირდება პრევენციული კუთხით სიცოცხლის გადარჩენასთან? ნახე, ერთ დროს, როდესაც ეს ტესტი აღმოაჩინეს და დაიწყეს ამისი გამოყენება ფართოდ, ხო? ძალიან ბევრი პროსტატის სიმსივნიანი ადამიანი აღმოაჩინეს. და დაიწყო კურნალობა. დღესდღეობით ხო უნდა იმას ვთქვათ, განვიმიჯნოთ, ანუ რა არის PSA და PSA-ის მატება ყოველთვის არის თუ არა ასოცირებული სიმსივნესთან. ისევ გეუბნები, ის არის პროსტატოსპეციფიური და არა სიმსივნესპეციფიური. სიმსივნის ტესტები კიდე არსებობს სხვა, რომელიც უფრო დახვეწილი და უფრო, მოდი ასე ვთქვათ, უფრო ძვირადღირებული და ზოგი გენეტიკური ტესტი. ხა ამებზე არ შევჩერდებით და რაღაც PSA არის ყველაზე მარტივი ტესტი. თუ PSA წითელს აგვინთებს, არ ნიშნავს, რომ ეს კიბოა, მაგრამ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყურადღება მისაქცევი არის. იმიტომ PSA-ის მატება შესაძლებელია იყოს რასაკვირველია პროსტატის სიმსივნის დროს, პროსტატის გადიდების დროს, ანუ ეგრეთ წოდებული ადენომის დროს, ჰიპერპლაზიის დროს და შესაძლებელია იყოს
პროსტატაში არსებული რაიმე ანთების დროს. გასაგებია, რა სულადად კავშირში არ არის ონკოლოგიურ დაავადებასთან. რასაკვირველი, უბრალოდ მომატებულია ყურადღებით უნდა ვიყოთ. ან ტენდენცია თუ არის, რომ სიტყვაზე წელს გავისინჯე ნორმალური იყო, მომავალ წელს. ხო, წელიწადში ერთხელ თემა არის, ეგა? თუ ტენდენცია PSA-ის მზარდი არის, ეს საყურადღებოა და კიდე დამატებითი კვლევები შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა. კარგი, მადლობა დიდი ესეთი კარგი ახსნისათვის. რაც ნიშნავს ქრონიკული პროსტატიტი? როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს სიმპტომებით? რა ასაკიდან იწყება ქრონიკული პროსტატიტის, ანუ პროსტატიტის გამოვლენა უფრო ხშირად? ნახე, დღესდღეობით ქრონიკული პროსტატიტი რაღაცა უფრო მიჩნეული არის, რაღაცა ძველ ტერმინად და ამას მოდი თანამედროვე გითხარი. ახლა როგორ არის დღეს ამას ქვია ქრონიკული მენჯის-ტკივილის სინდრომი. უი? ანუ სიმპტომის დონეზე ტკივილით ნახე, ისე გეუბნები, ქრონიკული პროსტატიტი, ხო? უფრო მე-20 საუკუნის ტერმინი არის და რაღაცა ესეთი ერთობლიობა სიმპტომების. აჰა, გასაგებია. რომელიც შეიძლება პროსტატის ჯირკვალთანაც იყოს დაკავშირებული და შესაძლებელია მენჯის ორგანოების რიგი ქრონიკული ანთებების შედეგად დარჩენილი ნარჩენი მოვლენები იყოს. ამიტომაც ხო, აი ძალიან ისეთი ის არის რა, ეს ქრონიკული პროსტატიტი ზოგი რაღაცნაირად თუნდაც ერექციულ დისფუნქციას დიღბავს რაღაცა ქრონიკული პროსტატიტი მჭირს და რაღაცა, იმიტომ ექიმა უთხრა რომ ქრონიკული ხო, აბსოლუტურად სხვაგან არის პრობლემა რა. კარგი, სტატისტიკას რომ შევხედოთ, სანდრო, შენ უშვილობის თემებში დიდად არ ხარ დაკავებული, მაინც უფრო შენი მიმართულება. თუმცა როგორც სპეციალისტი ხარ ყოველთვის ჩართული ამ პრობლემებში, ხო? მოდი ამ თემასაც შევეხოთ, ხო? 50-50-ზე, ნუ 40% ქალი მამაკაცი არის პირობითად განპირობებული უშვილობა. იქ რაღაც ამდენი პროცენტი არის დარჩენილი, რომელიც გამურკვეველი ფაქტორებით გამოხდება. და რატომღაც ჩვენ ქვეყანაში თუ არ შეიძლება სხვაგანაც ეგრეა, უფრო ხელს ქალისკენ იშვერენ ხოლმე სამწუხაროდ. თუმცა როგორც ბოლო პერიოდში მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა თუნდაც ჩემი პროფესიული სატელევიზიო თუ არა სატელევიზიო სივრცეებიდან ვისმენდი და ვაზიარებდით ამ ინფორმაციას, მეტად გაიმატა ცნობიერება, მაღლდა ცნობიერება და ადამიანები უკვე წყვირებად განიხილავენ პრობლემას და არა, შენი ბრალია თუ ჩემი ბრალია. მამაკაცის როლი ამ თემაში რითი არის ყველაზე ხშირად განპირობებული? ანუ რა პრობლემა არის უფრო ხშირად, როცა მამაკაცის მიზეზი არის უშვილობა? ნახე, აქ ორივე თუ გენდერულ თანასწორობაზე და იმაზე საუბრობ, რასაკვირველია, თანაბარი არის 50-50. დიახ. მამაკაცისგან რაც მოდის არის სპერმა, ხო? დანარჩენი ყველაფერი არის ქალბატონის და ქალბატონის ორგანიზმში ხდება დაურსულება. დიახ. თუ სპერმის ხარისხი არის დაქვეითებული, ან არა ხო დაქვეითებული, ან ცუდი ხარისხი, ან შეიძლება ადამიანს ქონდეს იაკულაცია, რომელიც ხო, სქესობრივი კონტაქტი ქონდეს სულფასოვანი, იაკულაცია სულფასოვანი. მაგრამ ის იაკულატში ხო, სპერმატოზოიდების რაოდენობა იყოს 0. და ადამიანს ეგონოს რომ იაკულაცია აქვს, ესე იგი გამოდის სპერმა, სპერმატოზოიდები არიან, მაგრამ რეალურად სპერმატოზოიდების რაოდენობა ამ იაკულატში იყოს 0. ეს ნიშნავს რომ უშვილობის დადგენისას, როდესაც რაღაცა ვადა გავიდა თანაცხოვრების და სქესობრივი ცხოვრების. ამ ვადაზე და ისა ვადა რა არის? გააჩნია რომელი არის ვადა? ნათესავები რო ეკითხებიან, სად არის ბავშვი, სად არის ბავშვი და მეზობლები. ჭეშმარიტად თქვა, ჭეშმარიტი ვადაც, მოდი ეგეც ვიტყვი. ჭეშმარიტი ვადა არის, სადღაც წელიწად ნახევარი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემთხვევაში. არ დგება უშვილობა. რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის. რას ნიშნავს ეგ? ანუ ეს უნდა იყოს რეგულარულად კვირაში რამოდენიმეჯერ წელიწად ნახევრის განმავლობაში თუ არ მოხდა დაორსულება, აი ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს წყვილმა კვლევა ძიება. და ამ შემთხვევაში ბუნებრივია კვლევა ძიებას იწყებს წყვილი და არა მხოლოდ ერთი სუბიექტი. კარგი. საცაცქესო სისტემის რომელი ხილული თუ უხილავი დაავადებები შეიძლება აღმოჩნდეს მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
ინფექციები? გადატანილი ინფექციები, კი ბატონო. კარგი. ინფექციები მაინც წამყვანი თემა არის? არა. შესაძლებელი იყოს თანდაყოლილი პათოლოგიებიც. აზოოსპერმი. როდესაც აზოოსპერმი, ხო, ანუ აზოოსპერმია ნიშნავს, როცა ეაკულატში არ არის სპერმატოზოიდები და ეს შესაძლებელია იყოს ობსტრუქციული, როდესაც დახშული არის მექანიკურად გზა არის დახშული ქარხნიდან ხო, წარმოებიდან ფუნქციის დახმარებამდე, ხო, მივხვდი. კარგი. ძირითად შემთხვევაში მაინც ინფექციებია, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებიდან როცა ზემოქმედება. ერთ-ერთი შესაძლებელია იყოს რიგი ცვლილებები სათესლე ჯირკვალში. ასაკთან მიჯაჭვული? ნახე, ასაკის შესაძლებელია ეს პირიქით, ახალგაზრდა ასაკს უფრო ახასიათებდეს, ვიდრე ასაკის ანუ რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებს შეიძლება იყოს ხშირი ესეთი პრობლემა, რომელიც იყოს სიტყვაზე ვარიკოცელეთი გამოწვეული, რაც არ არის ვენების გაგანიერებით, კი ბატონო. კარგი, ეს თემა სანდრო მე გამიგია და ეხლა ზოგადად ვიცი რომ როდესაც არის მაგალითად კრიპტორხიზმი, როდესაც ეს ჯირკვალი არ ჩამოდის მუცლის ღრუდან და რჩება შიგნით, აუცილებლად საოპერაციო, იმიტომ რომ ტემპერატურული ფაქტორიდან გამომდინარე შეიძლება გადაგვარდეს პრობლემად, ხო? გარდაიქმნას პრობლემად. ხო, ნახე, აქ ორი პრობლემა შეიძლება, ორ პრობლემაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ ეს კრიპტორხიზმის შემდგომ შესაძლებელია ეს ათესლე ჯირკვალი გადაგვარდეს სიმსივნურად, ან სიმსივნურად არც გადაგვარდეს, მაგრამ მან ის თავისი ძირითადი ფუნქცია, რაც არის სპერმატოგენეზის დაკარგოს. ანუ აი მაგალითისათვის რომ მოგიყვანო, კვერცხი რო ავიღოთ რა. მოხარშული კვერცხი ტორტს გამოაცხობ? არა, დენატურირებულია ცილა და ვერა, რა თქმა უნდა. ისე ბარის მოაყრი და შეჭა, მაგრამ ტორტი არ იქნება ეგ. მე რატო კითხეს, ნახეთ, არის ეგეთი მითი რა, რა ვიცი, მითია თუ რეალობა შენ გითხარი, რომ მაღალი ტემპერატურა, მაგალითად გამათბობელი ბალიშები ავტომობილში, ხო? რაღაცა ლეპტოპი მუხლებზე და ასე შემდეგ, როდესაც მენჯის ზონა მაღალ ტემპერატურას ქრონიკულად და ხშირად ექვემდებარება. შესაძლებელია ეს მოხდეს ამაზე შეიძლება ვივარაუდოთ, აი რომ თქვით, რომ ვარიკოცელეზეც, ხო? ანუ როდესაც ვენების გაგანიერება, ამ დროსაც ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება ის იყოს, რომ აქაც ტემპერატურა მატულობს და ეხლა როცა ჩვენ კიდე ხელოვნურად მაგრამ ეგ არ ნიშნავს ისე, რომ ადამიანი თუ სიტყვაზე ჯერ ბავშვი არ აყავს, უარი თქვა საუნაში შესვლას. რა თქმა უნდა, ხა რა. ან გამათბობლის ჩართვაზე მანქანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივი და კი ბატონო, ისე ზომიერებამდე მივდივართ. ბევრჯერ შევეხეთ ჩვენ ზომიერებას ყველაფერში. ჩვენ საუბარში, კი ბატონო. კარგი. არსებობს თუ არა ასაკი, ანუ დადგენილი, პირობითად დადგენილი, როდესაც რეპროდუქტიული ფუნქცია მამაკაცის საყურადღებო ხდება და რომელი ასაკიც მერედაც გარკვეული ტესტების ჩატარებაა რეკომენდებული, რათა ჯანსაღი შთამომავლობა მოგცეს, თქვათ, ასაკობრივმა სპერმამ. ქალებში ეს უკვე მკვეთრად გამოხატული, ფორმირებულია, რომ ესე ვთქვათ, გენერირების ასაკი უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რომ ჯანსაღი შთამომავლობა მოგცეს. რაც უფრო მატულობს, მით უფრო პრობლემები ჩნდება. მამაკაცში რა არის ეს? მამაკაცთან შეიძლება ანალოგიურზე ვისაუბროთ, თუმცა რაც მანამდე თქვით, ხო, ანუ კლიმაქსთან მიმართებაში, ხო, მამაკაცთან ეს უფრო გვიან დგება. შესაბამისად, აი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აი ეს ასაკი შეიძლება იყოს აი ესეთი მომატებული რისკის. თუმცა შეიძლება 70 წლის მამაკაცსაც და 80 წლის მამაკაცსაც ჩვეულებრივად ფიზიოლოგიურად თავისი სპერმით რამე დამატებითი კვლევები ხო არ არის, შენთან მოვიდა პაციენტი თქვა 60 წლის ასაკში და ამბობს, რომ მე მინდა მამა გავხდე და ფიზიოლოგიურად ყველაფერი კარგად მაქვს. პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ჩვეულებრივი ბანალური სპერმოგრამა. არაფერი განსაკუთრებული. არაფერი განსაკუთრებული. სანდრო, ჩვენ მაინც მინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ პირველი სიმპტომები, მაგალითად სიმპტომია ერთ-ერთი, როდესაც შარდის გაძნელება არის, ხო? ასაკი მატულობს და უჭირს ადამიანს მოშარდვა, ან რაღაცა არა შეიცვალა რა, ნაკადი შეიცვალა შარდის ვთქვათ გამოყოფისას, ხო? რაზე მიგვითითებს ეს რა და კავშირშია თუ არა ეს ერექტიულ დისფუნქციასთან? თუ პირდაპირ პროსტატაზე უნდა წავიდეთ? პირდაპირ კავშირი ერექციულ დისფუნქციასთან არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია უფრო მეტად გამოწვეული იყოს პროსტატის პრობლემებთან. რასაკვირველია, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ პროსტატაზე და ვთქვით, რომ PSA-ის მატება არ ნიშნავს მანდამაინც სიმსივნეს, ხო? ანუ პროსტატის ადენომა, ანუ პროსტატის ჰიპერპლაზია, რას ნიშნავს? ხო? ანუ პროსტატა იზრდება ზომებში.
ახშობს ურეთრას აწვება ზემოდან და მექანიკური პრობლემის შედეგად და ადამიანი მამაკაცი შარდავს ცუდად რა. შეუკავებლობის თემა პირიქით მაგალითად ასაკთან ერთად ნახე შეუკავებლობა იმდენად არ არის, რამდენადაც შეკავება არის, მაგრამ გამოვლინდება შეუკავებლობა. თუ რაღაცა უცნაური არის. მექანიზმი. ან წარმოიდგინე ეს ჭიქა არის გადავსებული და ადამიანს შეუკავება არა ვერცლის ის. მას არ აქვს უნარი რომ დაცალოს. და რასაც ის შარდავს, ის არის აი ეს რომ გავავსოთ ეს ჭიქა. დიახ. და ზევიდან რაც გადმოვა ზევიდან რაც ის იყოს ეფექტი. დაცლის ეფექტი. დანარჩენი რჩება შარდის ბუშში. დანარჩენი რჩება შარდის ბუშში. გავიგე. კაცი ხალი, ციცოცხლის ხანგრძლივობა, ტესტოსტერონთან არის კავშირში, ეს თუ რასთან არის კავშირში, შენი აზრით, რა ვიცი, არის თუ არა რაიმე კვლევები თქვა, იგივე რატო არის ესე რომ ხალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ ღმერთმა, ცოცხლად ღმერთმა და მამაკაცების ტირანობა უფრო ადრეულ ასაკში დგება. ნახე, ეს კავშირშია ჰორმონალურ ფონთან. ეს კავშირში არის როგორც ჰორმონალურ, ასევე ბევრ სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობასთან მიმართებაში. დღესდღეობით მიჩნეული არის, რომ სოფლიოში ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მამაკაცები. ეს მიჩნეულია თუ დადასტურებულია? დადასტურებული არის. ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. თუმცა არსებობს ამ სტატისტიკაში ერთი რამ, რომ საქართველოში მამაკაცები კიდევ უფრო ნაკლებს ცხოვრობენ. ესეც გამოკვლეულია? ესეც კი, ეს არის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკა. რის გამო? რო შევადაროთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც კი სომხეთი, აზერბაიჯანი. სომხეთი და აზერბაიჯანი, კი ბატონო. თურქეთი. კი ბატონო. და ჩვენ ესეც თუ დღეში ვართ აქ? ხო. დაუცველები ვართ. დაუცველები ვართ. კარგია, მაგრამ რის იბრალია მართლა სერიოზულად? ეკოლოგიის, რაღაცა სტრესების, თუ რატო ხდება ეგა ესე? რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ მამაკაცის ჯანმრთელობას. გასაგებია. ანუ ყურადღების ამბავია ისევ და ისევ, ხო? ჭარბიწონა ალბათ აქ ისევ, მოძრაობა ისევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ეს არის ისევ, ანუ აქ ჩვენ მარტო უროლოგიურ პრობლემები უნდა გამოვიდეთ. ანუ ეს არის გულსიზარდვა პრობლემები, ეს არის დიაბეტი და ჭარბიწონა, შესაძლებელია ასევე ცხოვრების არაჯანსაღი წესი. კარგი, მე თალსაწყისში ვახსენე, მახსოვს შენთან კაბინეტში ვარ ნამყოფი მე მამასთან, სხვათა შორის ბატონ გოგისთანაც და ეს რაღაცა გახსენდებათ ეგ ისტორია, რაღაც იუმორის შემცველია, ბუნებრივია, აქ არანაირად ჩვენ არ ვაკნინებთ, მაგრამ სასახეთით ბაზალო მოსაყოლია, როცა არის ბალიშები, რომელიც ტესტირების სახით ადასტურებს, თქვათ, ერექციის ხარისხს, სიმყარეს. რა თემაა ეგ? ნახე, ისევ აქ მივდივართ აღიარებამდე, პრობლემის აღიარებამდე. ანუ ხშირად მამაკაცები ისევ ნიღბავენ თავის ერექციასთან მიმართებაში პრობლემებს სხვა რაღაცეებით და მაინც მიუხედავთ იმისა, რომ ექიმთან მოდის და არ აღიარებს. და ამ სიტუაციაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც წვილი მოდის ერთად და ამ ტესტერზე ადებს და ნუ სიმაგრის გამსაზღვრელი არის ეს ტესტერი და იძახის სილიკონის ბალიშებია. ხო, სილიკონის ბალიშებია, რომელთაც იძახის, რომ აი ესეთი აქვს, რომელიც მაგარი აქვს და მე ცოლი მოდის და ეგრე არ არის და უფრო რბილს აი ესეთი არის. და ესეც აი რაც მანამდე ვთქვით, ხო, ანუ ყოველთვის აუცილებელი არის, რომ ორივე ანუ პარტნიორი იყოს ჩართული ამ პრობლემის დიაგნოსტირებაში, საუბარში და მკურნალობაში. ერთი ტკივილია ეს კაცო, ორი ადამიანის ერთი ტკივილია, რა თუნდა ამას ბევრი ლაპარაკი სწორი ხარ და აბსოლუტურად და ეს როცა ოჯახზე ლაპარაკი არის და საუბარი ზოგადად მე უკვე წარმოუდგენლად მიმაშია, რომ ერთი ადამიანი წვეტდეს პრობლემებს და მეორე იჯდეს და ელოდებოდეს იმის პრობლემის გადაწყვეტას, ხო? მოდი ახლა გვაქვს მაყურებლის კითხვები ჩვენ ესეთი, შეიძლება დაგისვამ? კი ბატონო. ვარ 30 წლის, არაფერი მაწუხებს, სექსუალური ცხოვრება ნორმალური მაქვს. მჭირდება თუ არა მაინც უროლოგთან მისვლა? 30 წლის ასაკის მამაკაცია საუბარი. ჩივილები არ აქვს, არა. მაინტერესებს ცივი წყლის პროცედურები და ყინულოვანი აბაზანები სასარგებლოა თუ არა პროსტატისათვის? არ ვიცი. არა. ეგეთი რაღაცები არა. კონტრასტული შხაპები და ის კი შესაძლებელი, მაგრამ ცივი და გააციო პროსტატა არ არის ეგეთი ის. მოქმედებს თუ არა სექსუალური აქტის სიხშირე პროსტატის კიბოს განვითარების რისკზე?
რიგი კვლევებით მიჩნეული რომ შესაძლებელი არის თუ არ არის ყოველთვის თესლდანთხევა და ხშირი თესლდანთხევა ეს შეიძლება იყოს ისე ვიცახი შეიძლება იყოს მომატებული რისკის თუმცა ამას კიდე მაინც უფრო მტკიცებითი ხასიათი არ აქვს და ვერ ვიტყვით. კარგი. ერთ-ერთი თეორია არის ესეთი. კარგი. შეიძლება თუ არა ყავის გადაჭრებულმა მოხმარებამ გამოიწვიოს შარდის ბუშტის გაღიზიანება. რასაკვირველია. შეიძლება. რასაკვირველია და ხშირი შარდის მიზეზი ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ პროსტატასთან მიმართებაში იყოს ეს ჩვევა ყავასთან კოფეინთან მიმართებაში კი ბატონო. ასეთი კითხვა არის, გამიგია ასეთი რამ და მაინტერესებს მართალია თუ არა რომ ვიწრო შავლებისა და საცვლების ტარება მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოქმედებს ნეგატიურად. თუ ისევ ეს იწვევს ტემპერატურის მატებას ან რაღაცა მექანიკურ ზემოქმედებას კი. კარგი. მადლობა ჩვენს მაყურებელს კითხვებისთვის, გამოგიგზავნეთ კითხვები შემდეგ სტუმრებთან სხვადასხვა თემებზე. სიამოვნებით გავაზღერებთ ხოლმე ამას და გვაქვს ეგეთი რუბრიკა, სანდრო, მითი და რეალობა. მაღალი ლიბიდო ყოველთვის ნიშნავს მაღალ ტესტოსტერონს. ეს არ არის რეალობა, მითია. კი ბატონო. კარგი. პროსტატის პრობლემები მხოლოდ ხანდაზმული მამაკაცების ხვედრია. პროსტატის პრობლემები არის ყველა ასაკში მამაკაცის პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს. არ არის კიდე თუ არა ასაკი არა. ასაკთან მიჯაჭვული. კარგი. მითი 3. დღეში 4 ლიტრი წყლისმა ყოველთვის კარგია თირკმლებისთვის. არა. და თირკმელკეჭოვანი დაავადება თუ აქ ადამიანს და იჭყება წყლით შეიძლება იქ რაღაც ის მოხდეს რაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ თუ არ იცი, ნუ აწვალებ რა ორგანიზმს, ხო? ანუ არ არის ზედმეტი არაფერი საჭირო. უროლოგი მხოლოდ კაცების ექიმია. არა, ცდარი ეს არის უროლოგი არის ქალბატონების საშარდე სისტემის ასევე ექიმი როგორც მამაკაცები. რასაკვირველია. კარგი. ნებისმიერი უროლოგიური პრობლემა აუცილებლად ოპერაციით სრულდება. ну რა თქმა უნდა მითია. თუ კაც შვილი უკვე ყავს, მას უშვილობის პრობლემა აღარასოდეს დაემუქრება. მითია, იმიტომ შესაძლებელია ნებისმიერ დროს შეექმნას რიგი პრობლემები. კარგი. ტესტოსტერონის დამატებითი მიღება, დანამატებით თუ სხვა გზებით აუმჯობესებს შვილოსნობის შანსს. პირიქით შეიძლება შეამციროს. აი, ეს ძალიან კარგი მითი დავამსხვრეთ ახლა, იმიტომ რომ ვიღაცებს რაღაცები გგონიათ და შეიძლება ასედაც იქცევიან, რაც საბოლოო ჯამში შედეგებამდე არ მიდის. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. საინტერესოა შენთან ყოველთვის საუბარი. თემა მტკივნეულია ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ კი დროულად მიდიხარ ექიმთან და ტყუილა ნერვებს არ იგლეჯი ერთი თქვა არშემდგარი სექსის გამო, ხო? და მაგის გამო გულგულა. უი, რა უნდა მეკითხა თქვა შორის. დაუსრულებელი სქესობრივი აქტი ჩვენ წეგან თემას შევეხეთ, მე გადავუხვიეთ რა, როცა მამაკაცი რაღაც ისეთ ფაზაშია, როცა უნდა შედგეს აქტი და ამ დროს რაღაცა წვეტა ხდება რა, პარტნიორი ვარსამობუნება რაღაცა. ეს მოქმედებს თუ არა? პირდაპირ მოქმედებს ეს ერექციაზე და ამიტომაც ეს დღესდღეობით ხშირი არის კიდე რომ ხანდახან ამ სიტუაციაში არ მიყვანილი სქესობრივი აქტი ბოლომდე შეიძლება იყოს ერექციის განმაპირობებელი. ეს ხდება უშუალოდ შეიძლება აქტი, ანუ რაღაცა ის იყო, ან ზედმეტი აღზნებადობის გამო. ხანდახან რატომღაც არ ვიცი, ნუ დღევანდელ დღეს ეს ქალბატონებიც ხანდახან ბოლომდე გაურკვეველ სიტუაციებს ქმნიან? გაურკვეველ სიტუაციაში ტოვებენ აგზნებულ მამაკაცებს, კი ბატონო. კარგი. არა, ხო, რომელმაც მერე შეიძლება მერე თვითონ მათვისვე პრობლემის განმაპირობებელი გახდეს საბოლოო ჯამში. ამიტომაც წინასწარ ქალბატონებმაც იფიქრონ ამაზე. ანუ როცა ზედმეტი ამ თამაშებით შეიძლება აწვალონ ადამიანს. კატამთხარა. ჩაკეტვალა. კარგი, გავიგეთ. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა. იუმორისტული ნოტით დავამთავროთ განაცემა, თუმცა არ არის ესახუმაროთება, მაგრამ მაინც პოზიტივი ყოველთვის კარგია. ასე რომ დღევანდელი პოდკასტიდან მე მგონი რაღაც საინტერესო ახალი ამბები გავიგეთ მამაკაცის სქესობრივ ჯანმრთელობასთან და არა მხოლოდ მიმართებით და ყოველთვის როგორც ყოველთვის ვთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაბუყევით და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. მოვალ ხუთშაბათამდე. მადლობა. მადლობა. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.